Ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული. დაჭირდება ალბათ სავარაუდოდ 2 კვირა მაინც. ამ დროს დიდი პრობლემა ექნებათ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ექსპორტიორებს ხილის გატანის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ მე მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინააღმდება იყო, რომ ისინი თვითონ დაელაპარაკებიან რუსეთის ფედერაციას იმისათვის, რომ დროებით მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, რომ აქ არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე და მოგეხსენებათ, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში ითვალისწინებს სტატუს ნეიტრალურ, ასე ვთქვათ, გატარებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ტვირთის. ამიტომ ამ რეჟიმში გვინდოდა, რომ ჩვენ გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და ასევე სხვებისთვის, ვისაც სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გატარება. სამწუხაროდ ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან იყო ცოტა არ იყოს არაადეკვატური პასუხი, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან. ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ფორს-მაჟორული, კიდევ ერთხელ ვამბობ, გახსნა ამ არხის. ამიტომ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ ამის შემდეგ და შავი ზღვის მეშვეობით გადის დღესდღეობით ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც იყო ხათაშორის 2012 წლამდე მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ არხის გამოყენებას. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვნად გაადვილებდა გზის აღდგენამდე ტვირთის გატანას. რაც შეეხება SGS-თან ხელშეკრულებას, ესეც ალბათ საინტერესოა. SGS-თან ხელშეკრულება ჩვენ გადავაგზავნეთ რუსულ მხარესთან და ჯერჯერობით სამწუხაროდ იქიდან პასუხი არ მიგვიღია, იმიტომ რომ ეს არის მექანიზმი რეალურად, რომელიც სტატუს ნეიტრალურად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ტვირთების გატარებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს მექანიზმი ჩვენ არ გაგვაჩნია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ შემაჯამებლად, რომ ვინაიდან ჩვენ ვერ მივიღეთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ტვირთის გატარების მექანიზმი, ჩვენ უარი ვთქვით ამ ტვირთის გატარებაზე და დღესდღეობით საზღვაო გზით ბორანით გადის, სარკინიგზო ბორანით გადის ტვირთები, როგორც საქართველოსთან რუსეთის მიმართულებით, ასევე სომხეთიდან რუსეთის.